მოგესალმებით ჩემო ძვირფასებო და ჩემო კარგებო, ჩემო მშვენიერებო. დღეს ვნახოთ ჩვენ ასეთი გაშლა, რა ხდება ახლა მასთან, ხო? ეს შეიძლება ჩვენ განვიხილოთ იმ პარტნიორზე, რომელიც გაჩება, ახალი ყავთ და უშოთ ხო, იმიტომ რომ ახლებსაც ჭირს ხოლმე ეს რაღაცები, რომ ჯერ შემოდიან, მერე რაღაცები ეწყება ტრანსფორმაციები და ასე შემდეგ, არ გაგიკვირდეთ, ეგაც ნორმალურია. შეიძლება ადამიანი ვისთანაც თქვენ გაქვთ ურთიერთობა, მაგრამ რაღაცა ხდება, ეხლა რაღაც ემოციურად ცოტა არ არის სტაბილურად, შეიძლება არა გაქვთ ურთიერთობა, არა, თქვა პაუზა რამე. უბრალოდ ვნახოთ მაგ თქვენი ადამიანის, თქვენი პარტნიორის ეხლა ემოციური მდგომარეობა. ვნახოთ ეხლა რა არის მის თავში, რას ფიქრობს მის ცხოვრებაში, რა ხდება და თქვენ როგორ გხედავს ახლა, უნდა თუ არა თქვენთან ურთიერთობა? აი ეს კითხვები, რომელიც ძალიან გიყვართ, ყველაფერი ახლა განვიხილოთ. აბა დავიწყოთ ახლა. რამდენიმე დასტა მოვამზადებ, ნახოთ ახლა როგორ წავა. კარგად წავა, ხო? ნახოთ ახლა მისი ამ ჟამინდელი ემოციური მდგომარეობა. ახლა ამჟამად როგორ გრძნობს თავს. რა ხდება ახლა მის თავში, რაზე ფიქრობს ყველაზე ხშირად. შემდეგი ვნახოთ რა ხდება მის გულში, რას გრძნობს. ესეც ავიღოთ ჩვენ. მის ცხოვრებაში რა ხდება, ესეც ვნახოთ ახლა, მოდით ასე გავაკეთოთ ჩვენ. მის ცხოვრებაში რა ხდება? ვნახოთ ახლა მის პირად ცხოვრებაში რა ხდება. თუ აქვს თქვათ აი საქმე, მაგისე თქვათ საქმე და ფინანსი, აი ასე არის, ხო, აქ რაღაც ორი წამოვიდა, კაი. რომ აი თუ გაინტერესებთ, აიგაც ვნახოთ. ვისაც არ აინტერესებს, არ ვნახოთ. ვნახოთ ახლა თქვენ მისი თვალით ახლა როგორი ხართ, თქვენ მისი თვალით ახლა. და ვნახოთ მისი ჭრდილოვანი მხარე როგორ უჩანს ამჟამად, იმიტომ რომ რას ნიშნავს ჭრდილოვანი მხარე, რასაც ჩვენ არ ვაჩვენებთ ადამიანს, ხო, როცა ურთიერთობაში ვართ, ჩვენ ხშირ შემთხვევაში გვინდა რომ ვაჩვენოთ ადამიანს ჩვენი კარგი თვისებები, მაგრამ გვაქვს ჩვენ ყველას აი ეს ჭრდილოვანი რაღაცა მხარეები, რომელსაც არ ვაჩვენებთ და არ ვამჟღავნებთ, ხო, ეს ხშირად ხდება. და აბა ვნახოთ ახლა აი ეს რომელი მხარე ახლა უფრო ამ მომენტში უჩანს, რომელი მხარე. ეს ავიღოთ. და ვნახოთ, უნდა თუ არა საერთოდ მაგას თქვენთან ურთიერთობა თუ უნდა, როგორი ურთიერთობა უნდა. აი ესეც ვნახოთ. რა თქმა უნდა, ვნახოთ აი სად მიიყვანს ეს ყველაფერი, ეს სად მიდის ეს ურთიერთობა, სად მიგიყვან თქვენ ეს ყველაფერი, აი ესეც ვკითხოთ. всё, დავიწყოთ, კაია, მაგ რაღაც. ეს ალბათ კაი რაღაცები მოდის, ნახოთ, ჯერ აქედან დავიწყოთ. всё. ანუ, ეხლა მისი ემოციური მდგომარეობა ამჟამად. მისი მდგომარეობა არის გოგოებო ისეთი, რომ ადამიანი დგას ეხლა და ფიქრობს, სად წავიდე, რა გავაკეთო. აი, ემოციურად არის როგორ, ვიცით, აქ დაჟე ემოციაზე, როცა არის ხმალები, ესე იგი ადამიანი უფრო მეც ფიქრობს ეხლა თავის მომავალ გზაზე, იმიტომ რომ დგას ეხლა გზაჯვარე დინზე და არ იცის სად წავიდეს. ანუ არის ზოგჯერ ესეთი თქვათ მდგომარეობა, რა თქმა უნდა, ყველას ემართება ეგეთი რამე, როცა მე არ ვიცი სად წავიდე, რა გავაკეთო. ბევრი ნერვიულობა, შფოთვა შეიძლება გქონდეს ამის გამო. ეხლა აქ მიზეზი, ჩვენ ახლა ვნახოთ, აქ კითხვები კი გვაქვს, შეიძლება გვეტყვიან, მაგ მიზეზსაც, რომ საჯარო გაშლა, ამიტომ მე მართლა ენერგიებით შემიძლია თქვენ აგიხსნათ ეს სიტუაცია. დანარჩენი თქვენ სიტუაციაზე გადაიტანეთ, რა თქმა უნდა, ხო?
ხო და ამიტომ შემიძლია გითხრათ რომ ადამიანის ახლა აქ ღამეც ღვიძება ხშირად შეიძლება აი შფოდავს, ნერვიულობს, ვერ ხედავს, საწავიდეს, იმიტომ რომ ეს აწოება ძალიან მაგას ეს ფიქრები, ანუ რა გავაკეთო. აი რითი ახლა არის გამოწვეული, ნუ ნახოთ ახლა რას ფიქრობს ახლა თავში რა აქვს და რაზე ფიქრობს ყველაზე ძალიან ხშირად. ყველაზე ძალიან ხშირად ეს ადამიანი ფიქრობს, შემიძლია გითხრათ, თავის ვიღაც გოგოზე. ალბათ შეიძლება თქვენ ხართ, რა ვიცი. ანუ ბედნიერებაზე ფიქრობს, უნდა რომ რაღაცა შეიცვალოს, უნდა რომ რაღაცა ანუ კარგი ფიქრები აქვს ახლა ვიცოდეთ აბა ნახოთ მაინც ეს აქ ვინ არის თუ რა არის აქ ეს მინდა ხო იმიტომ რომ აქ არის როგორი ხა პრინციპში იმიტომ რატო ახლა უფრო მინდა რომ დავაზუსტო იმიტომ რომ აქ ახლა ადამიანს აი ხო გეუბნებით შეიძლება თქვენს გამო თქვათ ახალი გაცნობილია ხო თქვენ ახლა ამაში გამოიწვიეთ რაღაც ემოციები ხო და ანუ ფიქრობს რომ აი აფორიაქებული ადამიანი თქვათ და არ იცის რა გზა აერჩიოს თქვათ ხო მიზეზი შეიძლება იყოს სხვადასხვა შეიძლება აი პირველად შევხვდეთ თქვათ ისეთი გრძნობა ხო და უშუალოდ მაგის თავში თქვათ ნუ არ ყავდა ანუ აქ სიხარული არის რა და იმიტომ გეუბნებით რომ ეს რაღაც უცნაურად მაშინ თუ ასე ძალიან უხარია რატომ არის აქ არ ვიცი რა გავაკეთო ნუ სხვათა შორის არის ერთი ის მომენტი როცა მამაკაცებს ძალიან უჭირთ ემოციების მართვა და როცა ნუ მაგათ ხო ყველაფერი უნდა გააკონტროლონ და თუ ემოციას ხო ესეთი რამეა რომ მაგას ვერ გააკონტროლებ ხო და როცა ამას ვერ აკონტროლებენ ხო მე ეს უშლის ხელს თქვა საქმიანობაშიც და საერთოდ აი საგონებაში თქვა და ნუ რაღაც ნუ უშლის ხელს მართლა უშლის ამათ ხელს და როცა აი დაფრინავენ ეს უფრო ქალების ხო ისეთი თემა არის და ვიდრე მამაკაცების და ამიტომ შეიძლება მაგ დროს აი ვერ ხვდებოდეს ადამიანი რა მჭირს და უშოთ რატო ვარ ეხლა ეგრე რატო რაღაცნაირად ეხლა ავყევი ამ ემოციებს რა და რა გავაკეთო ანუ და როგორ მოვიქცე და ეხლა სჭირს ხო ეგეთი რამე ნუ მოდით ნახოთ ეხლა მის თავში ეხლა რა ხდება ეს რას უფრო გვეუბნება რას გვეუბნება იცით რაზე ფიქრობს გეტყვით მე ახლა თქვენ აქ უფრო ნახეთ პირველი ვარიანტს გეტყვით იმაზე რომ ეგეთი რამე მართლა არ მქონდა მაგას რასაც თქვენ თუ ეს ახალი ურთიერთობა დაუშვოთ ხო მაგრამ თუ ეს ურთიერთობა არ არის ახალი და ნუ ჩვენ ხო ვთქვით სხვადასხვა ვარიანტები კიდე რა შეიძლება იყოს ვისთვის შეიძლება იყოს ეს გაშლა მაგ შემთხვევაში მე შემიძლია გითხრათ რომ ეს ადამიანი ეხლა ანუ იხსენებს უფრო იმ მომენტებს რომელიც ქონდა როცა იყო ბედნიერი რომ აი დასრულდა ეს ან даже მე შემიძლია გითხრათ რომ შეიძლება ეს ადამიანი იმასაც ფიქრობს რომ მე თვითონ გავაკეთე ისეთი რაღაცა რომ ეს კარგი პერიოდი როცა მე მიხარო და როცა მე ბედნიერი ვიყავი როცა მე მართლა შევსებული ვიყავი ემოციურად ხო იმიტომ რომ ემოციურად აქ ურესურსობა აქ არ არის ახლა აი იმ ადამიანისთვის პირველისთვის ვის თქვა ახლა არის არა ახალი ხო აქ ურესურსობა ადამიანი არა ემოციები ნოლზე აქ დაყვანილი და იხსენებს ყველაზე ხშირად იმ მომენტებს როცა იყო კარგად როცა ნამდვილად ბედნიერად გრძნობდა თავს და იმასაც ახლა ფიქრობს რომ ანუ ეს ყველაფერი დასრულდა ეს ყველაფერი რაც მე მახარებდა ანუ თვითონ ახლა არის ისეთ მდგომარეობაში როცა ნუ უკუღმა დატრიალდა ეს ბედნიერება მისი რა აი ეგეთი რაღაცას ეგეთ რამეს მაჩვენებს რა ნუ გულში ვნახოთ ეხლა რას გრძნობს ვნახოთ აი მზე სხვათა შორის აქ ნახეთ როგორი საინტერესო მზე არის იმიტომ რომ ნახეთ ეს მაგის გულში ეხლა ცეცხლი ანთია მაგრამ აი აქ საინტერესო რა არის
ორი ბავშვი ზის აქ და ერთი თითქოს დამნაშავეა, ეს მეორე ეჩხუბება, ხო? და შეიძლება ანუ ნანობს ეს სინანულის მე-19 ენერგიას აქ ეს მომენტი კიდე მზის არკანი, აქაც მზის არკანია, ნახეთ, აქაც მზის არკანია. ეს ადამიანი ხა მართლა გადამწვარი ენერგია არის მაგაში, ახლა აი როგორ არის, იცით, აი შეიძლება სხვათა შორის აი даже აგრესიაც გქონდეს რა, არ გამოვრიცხავ, იმიტომ რომ აი როცა ურესურსობა, ანუ ნაკლებობას როცა გრძნობ შენ ენერგიას მერე დადიხარ და აი შეიძლება თქვა სხვებთანაც გქონდეს ცოტა ისეთი აგრესიული თემები, იმიტომ რომ ეთყობა ის ვინს მას ავსებს მის გვერდით არ არის, გაიგე და ეს თulis თვითონაც რომ მე ვარ დამნაშავე იმაში რომ ეს გავაკეთე, მიხვდით? და ამიტომ არის რომ ეხლა მის გულში ეხლა არის აი სინანულის გრძნობაც არის და პლუს კიდე აი ფეიერვერკები დამთავრდა რომ იტყვიან რა, ეგეთი რაღაცა. ძალიან რთული სიტუაცია აქ ამას ეხლა, იმიტომ რომ ნუ აქ სინანული მოდის ეხლა რა, სინანული რომ აი ეს ყველაფერი თითქოს ნახეთ როგორ არის, ამხელა კედელია და უკან არის ფეიერვერკი და ამის ცხოვრებაში ეხლა რაღაც გულში, ასე რომ ვთქვათ, ნუ აქ ნანობს, იმიტომ რომ შეიძლება მოიქცა თვითონ არასათანადოდ და მაგიტომ შეიძლება მოხდეს აი ეგეთი მომენტი. აქ მოდის ნესულ ენერგია სინანულის და როცა ადამიანი იხსენებს იმ კარგ პერიოდს, იმიტომ რომ აი ეს ორიანი ხმალების უფრო ამას მიმითითებს. ახლა აქ რო ყოფილიყო თქვა თასების ორიანი ან რაღაცა, სულ სხვანაირად წავიკითხავდი ამ გაშლას, მაგრამ აი ეს მაძლევს ამ ბიძგს, რომ ემოცია არის ამისი, როგორ იცით, აი ძალიან რა გადაჭარბებული. მოდით აბა ვნახოთ მაშინ აქ რა ხდება ეხლა მის ცხოვრებაში, პირად ცხოვრებაში, მაგრამ აი გეუბნებით ეხლა ენერგია ხო იგრძნობა ხუთიანი თასები, საერთოდ დაინახავთ, ნახეთ ადამიანი ახლა ასეთ ენერგიაში რო იქნება, ხო? ანუ ყველაფერი დავკარგი, ყველაფერი აქ უფრო даже გოგოებო ნახეთ ახალზე даже ცოტა ხანი შევჩერდები, იმიტომ რომ უფრო კიდე მიბიძგებს ეგ შეიძლება იმ ადამიანზე, ვინც განიცდის ახლა რა. იმიტომ რომ მაგის პირად ცხოვრებაში ახლა კარგი არაფერი არ ხდება, აქ ადამიანმა დაკარგა რაღაცა და ძალიან განიცდის და აი ეს ზუსტად ეს მომენტები იხსენებს იმ მომენტებს, როცა იყო კარგად. გაიგეთ, აქ დაკარგვა, აქ არის აი უქმარისობა რაღაცა აღარ მაქვს. მე ეს ბედნიერება როგორც ვიყავე, არაფერი აღარ დარჩა. აი ეგეთი რამე არის. ნუ არ ვიცი. სამსახური ვნახოთ. სამსახურზეც შემიძლია გითხრათ, რომ თუ საათმე მუშაობს, აქაც რაღაცა მძიმე სამუშაო აქვს სხვათა შორის. ნუ პრინციპში ახლა შეიძლება გქონდეს სამსახური, ზოგს ახლა აქ უფრო ფიზიკურ შრომას ვხედავ, ძალიან ეს დახსუცხრიანები აქვს, რთულად არის. ეხლა ეს არის როგორი მომენტი, იცით, აი შეიძლება ადამიანს აქ ეს სიმძიმეს უფრო მომენტი, აი ცხრიანი კი არ არის აქ 10-იანი, მაგრამ პრინციპში ენერგია მოდის ისეთი, რომ ადამიანი დავიღალე და ანუ აქ ვერ გეტყვით მე თქვენ რომ აი კმაყოფილი იყოს ეს ადამიანი, იმიტომ რომ ალბათ აი როგორ გითხრათ, აქ ნახეთ ხმალების მეფე როგორია დგას და ინვალიდებით არის რა, ფეხი ერთი, აქ რკინის ერთი ჩოვლებრე. ანუ მძიმე სამუშაო, რო გითხრათ, რომ ძალიან კმაყოფილი არის, არა, ან შეიძლება თუ ეგეთ მდგომარეობაში არის, შეიძლება თქვათ, ანუ გადაღლილიც იყოს დაუშვათ, ხო? მაგრამ ეს მისი არჩევანია, რასაც აკეთებს ახლა, ეს მისი არჩევანია. ზოგი შეიძლება ცდილობს, რომ აი ამ სიტუაციას ეს გადამწვარი რო არის, თქვათ, აი ყველანაირად ჩემი ენერგია გაუშვა, თქვათ, სამუშაო პროცესში და უფრო აქ ფიზიკურ შრომას ვხედავ, იმის მიუხედავად, რომ ხმალების მეფე ახლა გონებრივადაც შეიძლება რომ მუშაობდეს, მაგრამ თუნდაც გონებრივადაც თუ მუშაობს, ძალიან რთული პერიოდი აქვს მაგას, გაიგეთ, განცდებში არის და ნუ ან ძალიან დაკავებული უნდა იყოს, გაიგეთ რა ხდება, აი ძალიან დაკავებული უნდა იყოს ეს ადამიანი. და კიდევ ვკითხე მე ახლა ფინანსებში. ნუ ფინანსებშიც რა არის, აი აქვს რაღაც, მაგრამ რო გითხრათ ახლა აქ ვიღაცასთან სტუდენტი შეიძლება იყოს, არ საჯარო გაშლა, ამიტომ არ გაგიგო.
ან რაღაცის ფინანსურად ახლა პაჟის თემა, პაჟის ახლა რა ფული უნდა გქონდეს ახლა ყოველ შემთხვევაში ვერ გეტყვით ახლა რომ კარგად არის. ну რაღაცა ფული აქვს, მაგრამ ახლა აქ მე მილიონერებს ვერ ვხედავ. так, თქვენ როგორ გხედავს თქვენ ახლა? ну თქვენ ხართ ახლა იმპერატორი ბოდიში, სულთანი. აი თქვენ ხართ მაგრად, გაიგეთ როგორ ხედავს, რომ თქვენ ხართ ახლა თქვენს ადგილზე, თქვენ მართავთ, თქვენ გაქვთ აი თქვენი სტაბილურობა, შეიძლება თქვენ გაქვთ ბიზნესი, შეიძლება თქვენ უბრალოდ მყარად ხართ, მართავთ თქვენ ცხოვრებას. თქვენ გაქვთ პასუხისმგებლობა აღებული თქვენ ცხოვრებაზე. ანუ თქვენ არაფრის არ გეშინიათ. ანუ პრინციპში ნუ როგორ იმპერატორი. ეხლა რა არის? ერთი მხრიდან იმპერატორი ქალი რომ ქალიც რო იყოს, ხო? იმპერატორი ქალი როცა არის ეს ენერგიაში, ასეთ ქალთან რთულია მამაკაცისთვის ურთიერთობა. როცა ქალს ყველაფერი თვითონ შეუძლია, თავის ცხოვრებასაც მართავს, ანუ ეს თქვენ მაგი ხედავს თქვენ მასე რა. როცა როგორ არის იცი რა ხა კაცმა ხო უნდა რამე შემოგთავაზოს, მაგრამ დაუშვათ ეხლა შენ თუ უკვე ისეთი ხარ, ყველაფერი შენ თვითონ შეგიძლია შენს თავს შეუქმნა, ყველანაირად ყველაფერი რაც გჭირდება შენ თვითონ ქმნი. ну ეს მასე ხედავს ეს ადამიანი თუნდაც ახლა. ხო, აი მე რა შემიძლია მაგას ვთქვათ მივცე. აი ახალი თუ არის გოგოება, იცოდეთ რომ ამას იმიტომ აქ ეს ნერვიულობა რომ რა შევთავაზო. მიხვდით? იმიტომ შეიძლება იყოს აქ გაორებული რა, რომ არ ვიცი მომწონს ყველაფერი კაია და ასე შემდეგ, მაგრამ თქვენთან ეს თქვენ იმპერატორად ხედავთ, თვითონ პაჟის თემაში არის ფინანსურად თუნდაც კი ხო და ამიტომ აქ შეიძლება იყოს ზუსტად აი ეს მომენტები, რომ ქალი მოეწონა დაუშვათ, მაგრამ ვერ ვქაჩავ რა, ვერა, ხო? ხო და ნუ ყველა ნორმალურ კაცს უნდა რა თქმა უნდა რომ თქვათ ქალს ყურადღება მიაქციოს მაქსიმალურად და როცა ამის საშუალება არ აქვს, ნუ განიცდის რა. იმიტომ რომ ნუ იმპერატორად ხედავს რა. აი მოდით იცით როგორ ვკითხოთ, რას გულისხმობ შენ, აი როცა მაჩვენებ რომ შენ ამას ხედავ როგორც აი თქვათ იმპერატორი, სულტანიდან ახლა აქ. ხო ხედავთ როგორ შემეყვარდა ეს დასტ რაღაც მიზიდავს, აი რა ვიცი მე. სუფის და რომ მომწონს უზომოდ. ეხლა ძალიან შეყვარებული ვარ მაგ ტაროს. ანუ რას გულისხმობ აქ? ну აი ის რომ ყველანაირად რა, ანუ სავსე ცხოვრებით ცხოვრობთ. თქვენ მართავთ თქვენ ცხოვრებას. ანუ არავის დამოკიდებული არ ახართ, გაქვთ თქვენი რაღაცა იმპერია და თქვენ მართავთ ამ ცხოვრებას. თქვენს ცხოვრებას, თქვენ თვითონ მართავთ. ანუ ყველაფერი კარგად გაქვთ რა. მოდი ასე. აი ამას გულისხმობ, რომ ყველაფერი კარგად აქ ამ გოგოს. კარგით, ნახოთ ახლა აი ნუ მისი ეს ჭრდილოვანი მხარე. ჭრდილოვანი მხარე, გოგოება ახლა შეიძლება იყოს აქ რა, აქ მაგაში შეიძლება გაეღვიძა. ჩემსკენ მოდის ახლა ცოტა აგრესიული მომენტები, იცით? იმიტომ რომ ნახეთ აგრესიულს არ გამოვლი, კი, ხმალების ტუზი, ну ხმალები ეს მაინც ცოტა ისეთი ანუ ხმალია რა, ისედაც ტუზიც რო არ. ანუ ამასთან იღვიძებს ზუსტად. შეიძლება აგრესია, შეიძლება აგრესიული დადეს ახლა დაუშვათ თუ ახლობელები შეიძლება ამჩნევენ მაგას, ხო, რომ რაღაცა ცოტა აგრესიულია. ну ასეთი მდგომარეობა როცა აქვს მამაკაც, მე არ გამოვრიცხავ ასეთ აგრესიულ თემას, იმიტომ რომ თუ ქალი მოსწონს სიტყვას და ქალი რაღაცით ჯობნის, მით უმეტეს ფინანსურად თუ ჯობნი ხარ თქვენ, ну ეს უკვე კაცისთვის ძალიან რთულია. თუ კაც ახლა არ შეუდა კაცებს როგორ შეიძლება ჩვენ ემოციებით ვართ, ხო? აი თქვათ გამოვხატავთ, მიყვარხარ და თქვათ, ну ასე შემდეგ ემოციურ.
კაცმა უნდა სხვანაირად გამოხატოს თავისი სიყვარული, ხო? ამისთვის უნდა გქონდეს რესურსი, ამისთვის უნდა გქონდეს უნარი. როცა მამაკაც აი ეს არც ერთი, არც მეორე არ აქვს, ის ძალიან ცუდ დღეში ხდება. ხშირ შემთხვევაში ძალიან აგრესიული ხდება და ვერ არ გესმის. შენ ბევრიც რო უძახო, მე შენგან არაფერი არ მინდა, მარტო მომეცი სითბო და სიყვარული, ვერ მოგცემს მარტო სითბოზე სიყვარულს, იმიტომ რომ ეს არის ქალის პრეროგატივა. კაცის პრეროგატივა სხვა რაღაცა, მოგიტანოს მამონტი და ანუ იყო კმაყოფილი რა. მიხვდეთ? ეს არის, აი მაშინ არის კაცი ბედნიერი. მარტო ის ეხა თუ ფისოსავით ყავთ რომ წევს თქვათ ეხა დივანზე და თქვენ მარტო ფისო მოდი და აჰა აგერ საჭმელი ჭამე და მოგეფერო ან მომეფერო, ეს არ არის კაცის თემა რა და ადრე თუ გვიან კაცს ეს ამოუვა ყელში. როცა არის დამოკიდებული ქალზე, იცოდეთ, იმიტომ მიდიან კაცები, იმიტომ რომ ხა მაინც კი არიან ზოგი ხა ისეთები რომ მთელი ცხოვრება შეუძლიათ ასე იყო, მაგრამ ჩვენ ნორმალურ ადამიანებზე ვლაპარაკობთ, რომელიც რისი ღირსს ხართ თქვენ. და აი აქაც ადამიანს აქვს ეს ნამოსი, რომ ვერ ვქაჩავ რა. ამიტომ შეიძლება აი ეხლა იღვიძებს მასში ეს აგრესია და რომ აი რატომ მიხვდით? და მამბატიეთ, აი ნახეთ შევედებთ ნაკადში. და ამიტომ შეიძლება даже გითხრას ვიღაცას რომ მოდი დავასრულოთ ყველაფერი, მიხვდით? ანუ უცბად რაღაცა გაბრაზდა, უცბად რაღაც და გითხრათ რომ всё, კარგად გზანდებოდეთ. კი. იმიტომ რომ ამას გრძნობა აქვს. დასების მეფეა, მაგრამ ვერ მართავს ეხლა ემოციებს. დასების მეფეს ეს ნახეთ, აი ეს არის ზუსტად როცა მის აი ჭრდილოვანი მხარე მისი გამოჩნდა აი ამით რომ ემოციებს ვერ მართავს. სიყვარულმა აი ამდან ან თუ ძველი სიყვარულმა ანუ ამ გრძნობებმა აი ასე აჩვენა მისი ეხლა ეს მხარე, უფრო აგრესიული მხარე, მიხვდეთ? იმიტომ რომ მაგისტვის ეს არის ძალიან რთული პერიოდი რა, ძალიან, როცა ადამიანს ხა კი არის ხა დაუშვათ, შეიძლება კითხვა დაუსვათ, რომ თუ ასე ძალიან მოგეწონა და თუ ასე ძალიან თქვათ გინდა იყო ამ ქალთან, რატომ არ აკეთებ ამას? იცით რა არის მე რატომ მიყვარს საერთოდ აი სულიერი და მატერიალური მხარის ერთნაირად რო გავითვალისწინო, რატო ვაკეთებ თუნდაც აი მაგალითად კონსულტაციას ყოველთვის ბედის მატრიცასთან ერთად, ხო, როც მეტყვის რაზეა ლაპარაკი, მაგრამ მატრიცაში უშუალოდ არის თქვენი სულის გზა. და ამიტომ შეიძლება ამ მამაკაციცაც ვოა, ხა ბიჭებსაც ხო აქვს თავისი მატრიცა. შეიძლება იმას აქვს რაღაცა ესეთი მომენტები აერჩია სულმა, რომ ის ცხოვრებაში უნდა შემოსულიყო აი ესეთი ქალი და ანუ რაღაცა პროგრამა აქვს ეგ, რომ სადაც აი უშუალოდ თქვათ ამ ქალმა უნდა გამოიყვანოს რაღაც არის ეგეთი პროგრამა, ფიზიკური აგრესია ქვია სხვათა შორის და იმას აქვს თავისი ამოცანები, ხო? და შეიძლება ამ ადამიანს აქვს ეს პროგრამა და აი ეს ქალი ამას ანუ თქვენ დაუშვათ, ეხმარებით მაგის დამუშავებას. შეიძლება ის დაუშვათ იმპერატორი, პაჟიდან იმპერატორი უნდა გახდეს ეს ადამიანი სიტყვაზე და ისევ თქვენ გაქვთ თქვათ ეხლა ეს მისია მის ცხოვრებაში, რომ დაუშვათ აი ეს ენერგიები ამოქაჩო მაგისგან, ხო? რაღაცა ემოციებზე გამოიყვანო, მაგრამ როგორ? ისე კი არა, რომ თქვენ ახლა დაუშვათ, იტყვით, რომ შენზე მაგარი გოგო ვარ და შენ ახლა ვინ ახარ, ჩემი ღირსი არ ახარ. არა. თქვენი ცხოვრებით, თქვენი ქმედებით, შეიძლება თქვენ გიყვართ კიდევაც ახლა ადამიანს ტკბილად ეკცევით, მაგრამ აი ეს თქვენი ცხოვრება არის ეგეთი, რადგან იმპერატორად ხედავს, ესე იგი თქვენ რაღაცას აკეთებთ. ზოგს შეიძლება ბიზნესი აქვს, ზოგს შეიძლება ფინანსური მდგომარეობა აქვს მყარი, ხო? ცდილობს რაღაც, არავის, აი თქვათ, არაფერი არ სჭირდება, არავისი თქვათ, არის დამოუკიდებელი, ხო? და ეს რა თქმა უნდა, რომ თვითონ რომ პაჟის თემაში ზის, ხო, აქა და ბევრს შრომობს, მაგრამ აზრი, ხო? აი იმიტომ შეიძლება ეს აგრესია ამ სიყვარულმა გამოაჩინა ეს აგრესია, მაგრამ ეს აგრესია შეიძლება იყოს მის
თვითონ მის თავზე, ანუ მარტო კარმული კაცები კი არ არიან, რომ შემოდიან ჩვენ ცხოვრებაში, ჩვენ ხო შევდივართ იმ მამაკაცებთან, რომ შევდივართ, ჩვენს რა თქმა უნდა რაღაც გაკვეთილებს ვასწავლეთ მაგათაც, ხო, თავისთავად, ამიტომ აი ეს მომენტი. ნახოთ ახლა უნდა თუ არა თქვენთან ურთიერთობა. ეხლა რო გითხრათ უნდა ვერ ვეტყვი, იმიტომ რომ ნახეთ აქ უფრო თუ უნდა ეგ თუ მოვა თქვენთან, მოვა იმ შემთხვევაში, როცა იქნება ძალიან კარგად. ახლა არის იცით როგორ გააორებული, როგორც არის. ახლა გულნატკენი არის. ახლა ესეთ მდგომარეობაში არის, რომ მე ვერ გეტყვი თქვენ, რომ ანუ ესე იგი უნდა მაგრამ როგორი თემაა, აი ხო გეუბნები, როცა კარგად ვიქნები, იმიტომ რომ აქ იმდენად გულის ტკივა ამას, იმდენად რომ აი რა კი უნდა. მაგრამ იმ შემთხვევაში, ანუ ორ გაორებული თემაა. მე მინდა, მაგრამ როცა აი როგორც გითხარით, კარგად ვიქნები, მაგრამ აი კარგად როცა ვიქნები, ეგრევე მოვალ შენთან. რა, აი ეგეთი თემა რაღაც მაგას მაჩვენებს. ნუ ყოველ შემთხვევაში რო გითხრათ, რომ მინდა, მაგრამ არ შემიძლია. აი ეგაც შეიძლება წავიკითხოთ ჩვენ მასე რა. ნუ კი. ამას უნდა, რა თქმა უნდა, თქვენ ხართ მისთვის ბედნიერება და ყველაფერი, როგორ არა. ხედავს ეგა თქვენთან ეგა ადამიანი ბედნიერს. თან აქ რო გითხარით, ეთყობა კარგი მომენტები გქონდა თქვენ, რომელიც დასრულდა და ეხლა გულნატკენია. თან აქ მე არ გამოვრიცხავ გოგობა, შევა თვითონ დაუშვოთ წავიდა და ეხლა ნანობს ეს რო გააკეთე დაბრუნება უნდა, იმიტომ რომ აქ ბედნიერად გრძნობს თავს თქვენთან, რა თქმა უნდა და ნუ სად მიიყვანს შეიძლება ეს სიტუაცია. აქ გოგო არის ახლა ეს მომენტი, შემიძლია გითხრათ, რომ ახალი დაწყება შეიძლება გქონდეს აქ ურთიერთობის, იმიტომ რომ ტუზი არის თან, ტუზი არის აქ გვერთხების მოდით ვკითხოთ, აბა რითი მოხვალ შენ აქ, ანუ რის თქვათ რა თქვენ თუ გჭირდებათ მოდით ამ ადამიანთან მაგის დაბრუნება მოსვლა. ნუ ნახეთ ახლა პენტაკლების მეფეთ თუ მოვა, კი. რატომაც არა, აი როგორც პენტაკლების მეფე თუ მოვიდა, აქ რას მეუბნა ხმელების დედოფალია, ნახეთ. ეს შეეცდება, მაგრამ თქვენ თუ მიიღებთ. თქვენ თუ მიიღებთ, მაგრამ როგორ არის იცი? გამოჩნდება, მაგრამ თქვენ შეიძლება არ მიიღოთ. იმიტომ რომ ბევრს ამას დიდი ხანი ელოდებოდი თქვენ. და არაფერი არ ხდებოდა, არაფერი და თქვენ თვითონ დასვეთ წერტილი. აქ გოგოს მომენტი არის რა, შეიძლება გოგო არ მიიღებს. თუ დაუშვათ ეხლა აქ ახალი მოდის ვიღაცა. აქ პირველ რიგში გოგოება ბევრს ამ ისტორიით მე შემიძლია გითხრათ გაგეხსნა თქვენი ყურუმი, თქვენი ცოდნა. ახალი ეტაპი გაქვთ თქვენ, აქ ნახეთ, ან თქვენ ამ სიტუაცია გაგიხსნათ გზა და თქვენ გახდებით მართლა ძალიან მაგარი ყურუმი და აქ ახალი პარტნიორი მოდის. ახალი, აი კი არ მოდის. კი არ მოდის, მორბის. და თქვენ ამას უნდა გრძნობდეთ, თქვენ სივრცეში ამას უნდა გრძნობდეთ თქვენ და მაგიტომ უნდა გრძნობდეთ, რომ აქ რაღაცა სხვა გაკვეთილებისთვის გამზადებენ თქვენ და ნუ თქვენ თვითონ არ გინდათ რა, არა. არა, თქვენ ძალიან კარგად ხართ ისიც. აქ როგორი მომენტი იცით, აქ თუ დაუშვათ, ეხლა ეს თქვენ რო შემოუშვათ, ისეთი რაღაცა უნდა გააკეთოს, მაგრამ ისეთი რაღაც უნდა გააკეთოს და ის უნდა ამოაჩვენოს თავი, რომ რა გითხრათ, რომ თქვენ ეს მიიღოთ, იმიტომ რომ აქ თქვენ როგორ ხართ,
ანუ კი მე ძალიან გაფასებ, მე ძალიან მადლობელი ვარ იმისთვის, რომ შენ ეყავი ჩემ ცხოვრებაში, მაგრამ რომ მიგიღო, ნუ ძალიან უნდა შეიცადო სამან, რომ რაღაცა თქვა თქვენ შემოგთავაზოს ისეთი, რომ თქვენ დაუშვათ ახლა სურვილი გქონდეთ, იმიტომ რომ აქ არის, ნუ ისედაც კარგად ხარ, თქვენ ხარ კარგად ისედაც, გაიგეთ და ამიტომ ახლა რაღაცა ხალ ეტაპზე გადადეხარ, რომ თქვენ ბევრი რამე გამოიარეთ, ბევრი გამოცდილება გაქვს, აქ ცოტა შეიძლება პატარა იყოს, იმიტომ რომ აქ არის რაინდი, თქვენ ახლა ქვერთხების დედოფალი, აქ პენტაკლების დედოფალი. ხო და ამიტომ მაგრამ გონებრივად ხართ ძალიან ისეთი რა, მაგარი ტიპი. და პლუს კიდე ახლა აქ არის ახლა ყურუმი. ახალი რაღაცა გაიხსნა თქვენში ცოდნა, წინსვლა გაქვთ ძალიან მაგარი და ამიტომ თქვენ არა გაქვთ უბრალოდ იმისი დრო და სურვილი, რომ აი იყოთ ესეთ სიტუაციაში რა. თუ ადამიანი თქვა არ დაგაფასა, წავიდა, ხო, თავისი რაღა არ გაიზარდა, არაფერი არ გააკეთა, საერთოდ არ გინდა თქვენ უკვე ეს, იმიტომ რომ ხანძლები ურთიერთობა შეიძლება გქონდა ვიღაცებს, მაგრამ თუ ახალია, ნუ ეს თქვენ თვითონ გადაწყვეტავთ რა. ახლა გინდა თუ არა ეგეთი ადამიანი, იმიტომ რომ თქვენზე ბევრად დაბალსაფეხურზე ეს ადამიანი და ამიტომ შეიძლება არ მიიღოთ. ნუ არის თქვენი გადასაწყვეტია, მე კი მოგეცეთ ინფორმაცია, თქვენ გელოდებით, რა თქმა უნდა. გელოდებით კომენტარებში, მომწერეთ. ვინც პირველად ხარ, გამოიწერეთ ჩვენი არხი და მე როგორც ყოველთვის გისურვებ სიხარულს, ბედნიერებას და ყველაფერს მხოლოდ და მხოლოდ კარგს.